მესალმები საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყნელს მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებს, ჩვენს მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მერს, ჩვენი მთავრობის და პარლამენტის წევრებს, მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო საზოგადოებაო, მცხეთის მკვიდრო, სვეტიცხოვლის მრევლო. გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გულოცავთ სრულიად საქართველოს, საზღვრებს გარეთ ყოფ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ ქალაქში, წმინდა ტაძარში, სვეტიცხოვლში, მიწის და ზეცის შენაერთს უწოდებენ ჩვენს სვეტიცხოვლს. აქ დაბრძანებული არის უფლის კვართი, რომელიც სიამაყით აღვავსებს და დიდ პასუხისმგებლობას ვანიჭებს ქართველებს საუკუნეების მანძილზე. ასევე უფლის კვართია სწორედ ჩვენი ერის და ქრისტიანობის განუყოფელი სიმბოლო. სწორედ უფლის კვართი იყო შთამაგონებელი წმინდა ნინოსთვის, რომ ჩამობრძანებულიყო საქართველოში და ეხადაგა ქრისტიანობა. და სწორედ მეფე მირიანის და დედოფალ ნანას მეუხებით გაქრისტიანდა ჩვენი ხალხი, ჩვენი ერი და მას შემდეგ ესე მტკიცეთ, ესეთი ურყევია ქრისტეს სიყვარულში. დღემდე მოვედით აქამდე მიუხედავად უამრავი ქარტეხილებისა, სწორედ ამ რწმენით, ამ რწმენაში არის სწორედ გათავისებული ჩვენი იდენტობაც, ჩვენი კულტურაც, ჩვენი წარმომავლობაც, სწორედ ქრისტიანობაში არის, ქრისტიანობით არის შევსებული. ასევე აუცილებელი აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე საქართველოში ჩვენ ქართველები სწორედ ჩვენი დედა ეკლესიის, ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების მეშვეობით ვართ ესე გამსჭვალული, რომ ვართ ესე წარმოჩენილი ესე ძლიერად და უდიდესი ძალა აქვს ჩვენ სარწმუნოებას. არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი უწმინდესი და უმეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომლის მეუხებითაც სწორედ ვართ ესე გამსჭვალული და მტკიცეთ ქრისტეს რწმენაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ სრულიად საქართველოს, ფარავდეს უფალი და კიდევ ერთხელ იყოს ჩვენი სვეტიცხოვლობა მუდმივით და მარადიული ჩვენი თამდევით. დიდი მადლობა.